ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად რომ საკუთარი ინტერესებისთვის სურს და არა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისა და განვითარებისთვის ამაზე გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს კარგად მეტყველებს. ოლიგარქი ივანიშვილის ოქროს მოწმედ შეიძლება ჩაითვალოს ნათია თურნავა, რომელმაც 2023 წელს შეადგინა დოკუმენტი და ამ დოკუმენტს მოაწერა ხელი, სადაც ეროვნული ბანკის მაშინ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ახლა უკვე პრეზიდენტი ნათია თურნავა წერდა რომ მედიაში საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაადგინეს რომ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი იყო ინვესტორი და არა მსესხებელი და ეს ფაქტი რომ დაემტკიცებინა ეროვნულ ბანკს თვალის ახვევის მიზნით მათ ქართულ ბანკი დააჯარიმეს თითქმის 300,000 ლარით. გიორგი ბაჩიაშვილის მტკიცებით ოლიგარქი ივანიშვილის ბანკი 2007 წლის შემდეგ პირველად დააჯარიმდა და ეს იმიტომ მოხდა რომ ბიძინა ივანიშვილს 100 აწყობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც ეროვნული ბანკი და ვერც სხვა საჯარო უწყება ვერ გაბედავდა რომ ოლიგარქი ივანიშვილის ბანკი დაეჯარიმებინა ასეთი სოლიდური თანხით. გიორგი ბაჩიაშვილი ასევე საუბრობს იმაზე თუ რატომ სჭირდება ოლიგარქ ივანიშვილს ნათია თურნავა ეროვნულ ბანკში. იმისათვის რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა მარტივად შეძლოს სანქციებისთვის თავის არიდება. ძალიან უჭირს ივანიშვილს ამ ბრალდების შეთითქმა და ამ საქმის შეკერვა. ამიტომაც მათ მოუწიათ რომ 2007 წლიდან პირველად ეროვნულ ბანკს დაეჯარიმებინა ქართულ ბანკი. როგორც მოგახსენებათ, ივანიშვილი არის შეუხებელი, მას დააჯარიმებენ და მის ბანკს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას ეს დასჭირდება და ეს არის ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც ეს მას დასჭირდა. შესაბამისად, დაწერეს დაახლოებით 230,000 ლარიანი ჯარიმა, რითიც თითქოს და დაასაბუთეს, რომ სესხი, რომელიც 2015 წელს იყო გასცემული, უნდა ყოფილიყო ინვესტიცია და არა სესხი. როდესაც ივანიშვილი თავის ერთ არალეგიტიმურ მარიონეტს ანიშნებს მეორე მარიონეტს, რომელსაც თავის მოვალეობის ეროვნული ბანკის დირექტორის მოვალეობის შესრულების რანგში სანქცირებული ხალხის პროტექციონიზმი აქვს გაკეთებული, რა თქმა უნდა არის მხოლოდ ერთ მიზეზს ემსახურება, რომ ემსახუროს ივანიშვილს. დღეს სახელმწიფო ჩვენ აღარ გვაქვს, რომელიც ფუნქციონირებს, დღეს ჩვენ გვაქვს ივანიშვილის შაპიტო. საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება. დოკუმენტი, რომელიც ეროვნულ ბანკში შეადგინეს და ამას ხელს აწერს ნათია თურნავა, ეყრდნობა მედიაში საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას და სწორედ ასე წერია ამ დოკუმენტში, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაასკვნეს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ინვესტორი და ქართულ ბანკს გიორგი ბაჩიაშვილის კომპანიისთვის 5 მილიონი სესხის სახით არ გადაუწია. თუმცა ეროვნული ბანკი თუ დაეყრდნობოდა ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და ისინი მოითხოვდნენ სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც ფორმულამ რამდენიმე დღის წინ ექსკლუზიურად მოიპოვა. ამ შემთხვევაში ნათია თურნავას და ეროვნულ ბანკს მოუწევდა იმის აღიარება, რომ ბრალი, რომელიც წარდგენილი აქვს გიორგი ბაჩიაშვილს, ეს არის შეთითქმული და სინამდვილეში ეს არა ინვესტიცია, არამედ სესხის სახით გადაცემული 5 მილიონი ამერიკული დოლარი იყო. ბიძინა ივანიშვილი ახლა გიორგი ბაჩიაშვილს ედავება სწორედ მითვისებული ბიტკოინებს და მოგებას ამ მიღებული 5 მილიონიდან. შესაბამისად, ახლა ბიძინა ივანიშვილმა ჩართო საქმეში ეროვნული ბანკიც და ნათია თურნავას მოუწევს სასამართლოში მისვლა და როგორც პროკურატურის, ასევე დაცვის მხარის, ანუ გიორგი ბაჩიაშვილისა და მისი ადვოკატის კითხვებს უპასუხოს და საინტერესო ასე ვიცით, მოითხოვს თუ არა ამჯერად მაინც პროკურორი რომ დაიხუროს აღნიშნული სხდომაც, რადგანაც ჩვენ გვაქვს პრაქტიკა, როდესაც პროკურორმა მოითხოვა ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის, ასევე ქართულ ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორისა და კომერციული დირექტორის გამოკითხვის პროცედურის დახურვაც.